საკმაოდ ადვილია საკუთარი თავის დაჭერა დღემეხვალიეობაში. ბევრ ამას გადავდებთ ხოლმე იმ იმედით, რომ ოდესმე ავასრულებთ. ოდესმე სამსახურიდან წამოვალ და რამე რეალურს გავაკეთებ. ოდესმე სოფელში გადავალ საცხოვრებლად და ვენახს გავაშენებ. ოდესმე დავასრულებ ტოქსიკურ ურთიერთობას და ახალ ადამიანს დავუახლოვდები. ამ აბსტრაქტულ და რომანტიზირებულ ოდესმეს მოაქვს ერთგვარი სიმშვიდე დღეს, თუმცა ხელშესახებს აღარაფერს ვაკეთებთ ხვალ. კი, შეიძლება ღამის ამ საათზე გაცილებით ნათლად ხედავდე ცხოვრების ტრანსფორმაციისა და მკაცრი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, თუმცა დღისით მზისით ისევ ჩვეულ რუტინას უბრუნდებით და წინა ღამის ფიქრებს მარტივად ჩავკეცავთ. დაყოვნების გამართლება ადვილია. ყოველი ახალი და უცხო მოძრაობა ხომ რისკისა და საშიშროების შემცველია. კარიერის შეცვლა სარისკოა, როცა უკვე ამდენი დრო და ენერგია მაქვს პროფესიაში ჩადებული. სხვა ადგილას ცხოვრება შეიძლება ბევრი რამის გამო გამირთულდეს. ძველ ურთიერთობას თუ დავასრულებ, იქნებ ახალს ვერც კი მივაგნო. რამდენადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ არ უნდა გვეჩვენებოდეს უმოქმედობა, რამდენადაც მყარი არ უნდა იყოს შინაგანი ლოგიკა, რომ რისკიანი ნაბიჯები საფრთხის შემცველია, არის რაღაც, რაც ამ ყველაფერზე მაღლა დგას. რაღაც, რაც გაცილებით საზარელია, ვიდრე ყველა წარუმატებელი მცდელობა თუ რისკი. ერთ დღესაც, ადრე თუ გვიან, შენი ცხოვრება დასრულდება. ჩვენ ვართ დიდოსტატები ავირიდოთ და სადღაც გადავმალოთ ეგზისტენციალური ფიქრები წუთის სოფელზე. ჩვენი მოკვდავი ბუნების მკაცრი ფაქტი იმდენად დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ პრაქტიკაში ისევ ცხოვრობთ, თითქოს უკვდავები ვიყოთ. თითქოს ყოველთვის გვექნება დრო და ენერგია, რომ ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრები ერთ დღესაც ავასრულოთ. დიდად არც არაფერია გასაკვირი თუ რატომ გვიჭირს კარგად გააზრება ცხოვრების სასრულობის. 9 წლის როცა ხარ საუკუნეა დარჩენილი ზაფხულის არდადეგებამდე. 15 წლისას ჯერად ძალიან შორს გეჩვენება სტუდენტობა. 21 წლის ასაკში ვერც კი წარმოგიდგენია როგორ გამოიყურება შენი სიბერე. თუმცა ამ მხრივ ალბათ საერთო გამოსაფხიზლებელი პერიოდი არის შუახნის კრიზისი. გადასცდები 40-50 და აღმოაჩენ თუ როგორ შემოგელია ნახევარი ცხოვრება. შეშინებული შეეცდები შეიძინო ახალი მანქანა, შეიცვალო კარიერა ან ცოლი რომ იქნებ ისევ ახალგაზრდად იგრძნო თავი. როგორმე გაექცე ფიქრებს თუ რამდენად მოუმზადებელი ხარ სიკვდილთან შესახვედრად. ამ მოუმზადებლობასთან გასამკლავებლად ფილოსოფიასა და ხელოვნებას ისტორიის მანძილზე ბევრი უხეში, თუმცა ეფექტური გზა ჰქონდა. შენს გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა. ანტიკურ რომსა და საბერძნეთში სიკვდილთან ყოველდღიური სიახლოვე აუცილებელი იყო ცხოვრების რეალური ღირებულების აღსაქმელად. რომაული პრაქტიკის მიხედვით გამარჯვებულ გენერალსაც კი, რომელიც ქალაქში ტრიუმფით შემოდიოდა, უკან ედგა მონა, რომელიც მას ყურში ჩასჩურჩულებდა. მემენტო მორი. გახსოვდეს რომ სიკვდილი გელის. გახსოვდეს რომ მოკვდავი ხარ. ეპიკურიელ ბერძნებს ედგათ პატარა ბრინჯაოს ჩონჩხების სუფრებზე, რათა სტუმრებისთვის შეეხსენებინათ რამდენად ძვირფასია ეს კონკრეტული დღე. კარპე დიემი. იმოქმედი ახლა. დაიჭირე წამი. არ გადადო ყველაფერი მომავლისთვის. შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიამ სიკვდილი ფილოსოფიას დააშორა და ყოველდღიურ მძიმე რეალობად აქცია. დენს მაკაბ იყო ხელოვნების ფორმა, რომელიც სიკვდილის უნივერსალურობაზე მიანიშნებდა, რომის აერთიანებდა ყველას, მეფეს, პაპსა თუ უბრალო გლეხს. რენესანსმა და ბაროკომ მე-16-მე-17 საუკუნეებში წარმოშვა ვანიტასის ჟანრი, უფრო დახვეწილი და ალეგორიული შეხსენება ადამიანის მოკვდავი ბუნების შესახებ. დამჭკნარი ყვავილი ან დამპალი ხილი მიანიშნებდა თუ როგორი მოკლეა ცხოვრება. ქვიში საათი შეუჩერებელი დროის სიმბოლო გახდათ, ხოლო ყველაზე თვალშისაცემი ობიექტი მაინც თავის ქალა იყო, ადამიანის მოკვდავი ბუნების შესახსენებლად. ტილოები ნათლად ან ფარულად შეიცავდა ამ სიმბოლოს. მე-20 საუკუნეში მსოფლიო ომების შემდგომმა ხელოვნებამ ფილოსოფიური და სენტიმენტალური ხედვებიდან გადაუხვია და სიკვდილი უფრო ცივი, რეალისტური კუთხით დაგვანახა. აღსანიშნია რენე მაგრიტის ნამუშევართა სია სახელად პერსპექტივები, სადაც მან სხვა მხატვრების ცნობილი ტილოები აიღო და მათი პერსონაჟები ერთგვარად ჩაანაცვლა. ამ გამოხატულებების მთავარი სათქმელი ამაოების დათესვა ნაკლებად იყო. პირიქით აურიდებელი სიმართლის შეხსენება, რათა ადამიანს მაქსიმალურად გამოეყენებინა ის დრო, რაც მიეცა. დღევანდელი ტექნოლოგიებითა და გაფანტულობით სავსე სამყარო მოკლებულია ამ აურიდებელი სიმართლით გამოწვეულ შიშს. აჩქარებულია ყველაფერი და არც ხელოვნებაა დენს მაკაბებითა და მემენტო მორიც სავსე. ისტორიის მანძილზე ალბათ არასდროს ყოფილა ასე ადვილი გართობა და ყველაფრის დაყოვნება, გადადება ხვალისთვის. არადა სიკვდილის შიში საუკეთესო მოტივატორია, რომ ისეთი ცხოვრებისკენ ვისწრაფოთ, რაც რეალურად გვინდა. როგორც კი ამას გავითავისებთ და ის გადააჭარბებს იმედგაცრუების, წარუმატებლობის, სირცხვილისა და კომპრომისების შიშს,
გაცილებით თავისუფალი გახდება ცხოვრება. ხშირად შეიშინე თავის სტატისტიკებით გავრცელებულ დაავადებებზე. ხშირად ესაუბრე ისეთ ხალხს, ვინც ცხოვრების ფუჭად გაფლანგვაზე დაგაფიქრებს. კარგად დააკვირდი თუ როგორ გამოიყურება გულის დახშული არტერია. განეწყო ისე, რომ ადამიანის დაკრძალვა არ იყოს მხოლოდ მოვალეობის მოხდის რიტუალი, არამედ ხაზგასმა საკუთარ თავთან, რომ არავინ იცის შენ რამდენი დრო დაგრჩა. უყურე ფილმებს რეალურ ცხოვრებასა და ადამიანებზე და არა რობოტებზე, რომელთაც ტრანსფორმაცია შეუძლიათ. ხშირად შეეკითხე საკუთარ თავს თუ როგორი ცხოვრებდი, მხოლოდ 1 წელი რომ მქონდეს. მოკლედ შეიშინე თავი ამ მთავარი და ერთადერთი რეალური შიშით, რათა გახდე უფრო მამაცი, გულწრფელი და გამბედავი ტრივიალური შიშების მიმართ. თუ ანტიკური რომაელებივით ყოველდღიურობაში დაუნერგავთ ამ დიდ შიშს, ერთგვარი სამოტივაციო ფორმულაც კი შეგვიძლია მივიღოთ გავრცელებულ დაყოვნებებთან გასამკლავებლად. გამოცდაზე გასვლა გეშინია და გინდა გადადო? გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის. YouTube არხის გაკეთება გინდა, მაგრამ გერიდება. გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის. სინიორ ვაკანსიაზე გინდა რეზიუმეს გაგზავნა, მაგრამ არ იცი გამოგივა თუ არა. გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის. ქუჩაში სასიამოვნო არსებას გადააწყდი, მაგრამ გამოლაპარაკება ვერ გაგიბედია. გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის. ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური შეხსენება, რომ გაცილებით საზარელი და აურიდებელი რამ გველოდება წინ, ვიდრე შიში, რომ სახალხოდ რამე შეგვეშალოს. ან შიში, რომ ისეთი ვიდეო გამოაქვეყნო, რომელსაც მაყურებელი ნაკლებად გაგიგებს.